მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, მე გახლავართ დავით ბოტკოვილი, კომპანია HT Forex-ის ანალიტიკოსი და წარმოგიდგენთ ბაზრებზე მიმდინარე მდგომარეობას, დავიწყოთ ევრო-დოლარის წყვილით, სადაც წყვილი ავითარებს დაღმავალ მიმართულებას. რთული ზონა, ერთგვარი მხარდაჭერის ძლიერი ზონა 11.70 ნიშნული გუშინ ღამე ბაზარმა გადალახა და დღესაც როგორც ხედავთ, განვითარებულია დაღმავალი ზონა. ამ ეტაპისთვის ვარაუდობთ, რომ პირველი ესეთი მხარდაჭერის ზონა მას აქვს დაახლოებით 1.10 ნიშნულთან, ხოლო მისი გარღვევის შემდეგ კი 1.10 ნიშნულთან. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ბაზარი გააკეთებს ერთგვარ კორექციას, ანუ განავითარებს აღმავალ სვლას, მაქსიმალური სვლა ჯერჯერობით განიხილება 1.11.70, მაგრამ თუ ესეც გაარღვია, რა თქმა უნდა, უკვე 1.12.80 ნიშნულისკენ გააკეთებს აქცენტს და შეიძლება განვითარდეს აღმავალი მოძრაობა. რაც შეეხება დოლარ-შვეიცარიულ ფრანკს, აქ პირიქით არის სურათი, ბაზარმა განავითარა აღმავალი სვლა და ეხლა ამ ეტაპისთვის უახლოვდება ძლიერ წინაღობას, ეს არის 0.98-0.98-20 ნიშნულები. ფაქტიურად ეს დიაპაზონი არის, რაც ფაქტიურად ბაზარს მოუხდება, რომ ან გაარღვიოს ეს დიაპაზონი, ან პირიქით გააკეთოს ერთგვარი რეტესტი, როგორც აი ამ წინა პერიოდში, როგორც გააკეთა ეს რეტესტი და შესაბამისად მოტრიალდეს უკვე განავითაროს ისევ დაღმავალი სვლა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბაზარი ერთგვარ განიერ დიაპაზონში იმყოფებოდა ფლეტში და შესაბამისად ეს ფლეტის საზღვარი გუშინ ღამე ასევე დაიძლია და განავითარა აღმავალი სვლა. რაც შეეხება მხარდაჭერის ზონებს, ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს 0.97-60 ნიშნული, აი ეს მაქსიმალური ფასი და შესაბამისად თუ ბაზარი განავითარებს დაღმავალ სვლას, პირველი მხარდაჭერა აქ შეხვდება, ხოლო მისი გარღვევის შემდეგ უკვე რა თქმა უნდა 0.97-ისკენ ველოდებით დოლარი-შვეიცარიული ფრანკის წყვილს. რაც შეეხება დოლარი-იაპონური ენს, აქ ძალიან საინტერესო მდგომარეობა იყო გუშინდელ დღეს, რადგანაც ერთგვარი ესეთი ვიწრო დიაპაზონი ვითარდებოდა და ღამე გაირგვა ეს ვიწრო დიაპაზონი და განავითარა დაღმავალი სვლა ბაზარმა, თუმცა მაინც ვიტყვი იმას, რომ ვერ გაცდა აი ამ მინიმალურ ფასს, ეს არის 110.87 ნიშნული, შესაბამისად ეხლა ამ ეტაპისთვის იმყოფება აღმავალ კორექციაში. არ არის გამორიცხული, რომ ბაზარი მივიდეს ერთგვარი აი განიერი ფლეტის ქვედა საზღვართან, ეს არის 111.16 ნიშნული და აქ რაც გააკეთებს უკვე აქ მნიშვნელოვანი იქნება, ხოლო იმ შემთხვევაში თუ დავიძარით უკვე დაბლა, მაშინ ერთგვარი სიგნალის სახით გვექნება 110.87 ნიშნულის გარღვევა და შემდეგ უკვე მოძრაობა 100 ნიშნულამდე. რაც შეეხება დოლარ-კანადურ დოლარს, ფაქტიურად არაფერი არ ხდება, წყვილი იმყოფება ერთგვარ ესეთ გადაწყვეტილების მიღების პირას არის წყვილი, შესაბამისად მოძრაობს ესეთ ვიწრო დიაპაზონში, ეს არის 1.35-40 და 1.34-30 ნიშნულები და შესაბამისად რომელ ნიშნულსაც გაარღვევს, ფაქტიურად ბაზარი იქით გააკეთებს აქცენტს. ხოლო რაც შეეხება ფუნტი დოლარის წყვილს, აქ საინტერესო მდგომარეობაა, რადგანაც აი 4 საათიან გრაფიკზე ჩანს, რომ განვითარდა ძლიერი დაღმავალი მოძრაობა პარასკევს. გუშინ და დღეს ფაქტიურად გუშინ უпроსწორედ ბაზარი მივიდა ერთგვარ რეტესტზე, აი მინიმალური ზღვრებზე და ისევ განვითარდა დაღმავალი სვლა. ძლიერი ნიშნული ამ შემთხვევაში მას აქვს 1.27-74 ნიშნული, ხოლო მისი გარღვევის შემდეგ კი აქვს 1.26-70 ნიშნული. მაგრამ თუ ბაზარმა დაიწყო აღმავალი სვლა, პირველ რიგში რა თქმა უნდა გაარღვევს აი ეს წინაღობის დონე უკვე 1.28-30 ნიშნული და შემდეგ რა თქმა უნდა ველოდებით აღმავალი სვლის განვითარებას 1.30-50 ნიშნულამდე. ყველას გესურვებთ წარმატებულ ვაჭრობას, გმადლობთ ყურადღებისთვის.